საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. გაკვეთილის თემა არის კავკასია. კავკასია ეს ბუნებრივი რეგიონი, რომლის ფართობი 440,000 კვადრატული კილომეტრია, ორ ზღვაშუა არის ძირითადად მოქცეული, ეს არის შავი ზღვა და კასპიის ზღვა, თუმცა დასავლეთით პერიფერიაზე აზოვის ზღვაც ესაზღვრება და ემიჯნება ამ რეგიონს. ძირითადად კავკასიის რეგიონში წარმოდგენილია რუსეთის ფედერაცია, წარმოდგენილია საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი და მცირე საზღვარზე, ბუნებრივ საზღვარზე, ძირითადად ასევე თურქეთის და შესაბამისად ირანის მცირე ნაწილით შემოდის. კავკასიის რეგიონი საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს წარმოადგენს, თავისი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, დასახლებები არის ძირითადად როგორც დაბლობ რეგიონებში, ასევე მაღლობ ტერიტორიებზე და შესაბამისად კავკასიის რეგიონი თავისი ეთნოგრაფიული განლაგებით, ეთნოგრაფიული სიჭრელით ერთ-ერთ ჭრელ რეგიონს წარმოადგენს, არა მარტო შესაბამისად მიმდებარე ზონაში, არამედ ევროპის ნაწილზეც და მსოფლიოშიც ერთ-ერთ ეთნიკურად და ეროვნული განფენილობით ერთ-ერთ მჭიდრო რეგიონს წარმოადგენს. ამ კუთხით გეოგრაფიული პირობები განსხვავებულია როგორც ჩრდილოეთ ნაწილში, ასევე სამხრეთ ნაწილში და შესაბამისად გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე, კავკასიის რეგიონი ძირითადად ორ ნაწილად იყოფა, ეს არის ჩრდილოეთი ნაწილი და ეს არის სამხრეთი ნაწილი. ჩრდილოეთ კავკასიას ხშირად იმიერკავკასიად მოიხსენიებენ და იმიერკავკასიის ფართობი 250,000 კვადრატული კილომეტრია, ხოლო რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, ხშირად ამიერკავკასიად მოიხსენიებენ და მისი ფართობი 190,000 კვადრატული კილომეტრით არის განსაზღვრული. ჩრდილოეთით კავკასიის საზღვარი კუმამანიჩის ღმულით არის წარმოდგენილი. კუმამანიჩის ღმული ეს გეოლოგიურ წარსულში წარმოადგენდა მყინვარით დაკავებულ ტერიტორიას, ჩრდილოეთიდან მყინვარები ვრცელდებოდნენ ამ ზონამდე და შესაბამისად ის ბუნებრივი საზღვარი, რომელიც თავის დროზე იყო სრუტეს წარმოადგენდა, ღრმული დღეისათვის რაც არის წარმოდგენილი, ხდებოდა კასპიის ზღვიდან შავი ზღვისა და აზოვის ზღვის მიმართულებით წყლის ნაკადის გადადინება და დღეისათვის ეს დაბლობი ტერიტორია, ძირითადად წარმოდგენილია ტბიანი მხარეებით, აქ არის მანიჩ-გუდილო ესეთი ტბა, რომელიც თავისი ფართობით საკმაოდ დიდ ფარს წარმოადგენს, ასევე აქ არის საკმაოდ დიდი ღრმული გეოგრაფიულად წარმოდგენილი დაჭაობებული ტერიტორიები და ეს ადგილები კასპიის პირა დაბლობი, ზღვის დონის დაბლაც მდებარეობს. ამ ზონაში, ჩრდილოეთ კავკასიაში ასევე შემოდის ყუბანისპირა დაბლობი, რომელიც აზოვის ზღვის სანაპიროს ზონაში არის, სტავროპოლის მაღლობი და ასევე აქ არის საინტერესო დაჭაობებული ტერიტორიების, ნახევარუდაბნოებისა და ბევრ ადგილებში უდაბნოს პირობების მქონე ნოღაის ველი, რომელიც კასპიისპირა ჩრდილოეთით მდებარე დაბლობის ზონას ემიჯნება და ესაზღვრება. შემდეგი ტერიტორია, რომელიც ძირითადად საზღვარს წარმოადგენს ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, ეს არის კავკასიონი და კავკასიის ცენტრალური ნაწილი იწყება ტამანის ნახევარკუნძულის ტერიტორიიდან და საკმაოდ დიდ სივრცეზე კავკასიონი ვრცელდება, გადაჭიმულია. ეს არის ბუნებრივი ბარიერი, ჩრდილოეთიდან წამოსული ცივი ჰაერის მასების შესაბამისად იცავს სამხრეთით მდებარე ტერიტორიებს და ეს საკმაოდ დიდი თათა სისტემა ვრცელდება აფშერონის ნახევარკუნძულამდე და ძირითადად კავკასიონი სამ ნაწილად იყოფა. ეს არის ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტამანის ნახევარკუნძულიდან მოყოლებული მთა იალბუზის და აღსანიშნავია, რომ იალბუზი, რომელიც კავკასიონის ნაწილს წარმოადგენს, კავკასიონზე მდებარეობს, არის ამიერკავკასიის ჩრდილოეთით და სამხრეთით გამყოფი ერთგვარი მთა სისტემა, არის ყველაზე მაღალი წერტილი კავკასიაში, რომლის სიმაღლე 5642 მეტრს წარმოადგენს. ეს არის საზღვარი დასავლეთსა და ცენტრალურ კავკასიონს შორის. ცენტრალური კავკასიონი იალბუზის მწვერვალიდან მყინვარწვერის მიდამოებამდე გრძელდება და ეს არის ცენტრალური ნაწილი, სადაც საკმაოდ ინტენსიურად არის მყინვარები, ბუნებრივი ყინულის საკმაოდ დიდი მარაგი ზუსტად აქ არის წარმოდგენილი და ძალიან ბევრი მყინვარი მდებარეობს კავკასიონის ამ ზონაში. ხოლო რაც შეეხება აღმოსავლეთ ნაწილს, ეს იწყება მყინვარწვერის მერიდიანიდან და შესაბამისად გრძელდება აღმოსავლეთით, მოიცავს საქართველოს ტერიტორიას, ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას და ასევე ვრცელდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და კასპიის ზღვის მიმართულებით, რასაც საკურველია სიმაღლეც მცირ
მჭირდება და კასპიის მიმართულებით აფშერონის ნახევარკუნძულისკენ მიემართება. რაც შეეხება შემდეგ რეგიონს, ეს არის ამიერკავკასიის ბარი. ამიერკავკასიის ბარის ტერიტორიაზე გამოიყოფა კოლხეთის დაბლობი, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონაში საკმაოდ დიდ სივრცეზე ვრცელდება. შემდეგი არის იმერეთის მაღლობი, რომელიც ამაღლებულ ტერიტორიას წარმოადგენს, არის შიდა ქართლის ვაკე. შიდა ქართლის ვაკესა და იმერეთის მაღლობს შორის არის აღმართული ლიხის ქედი, რომელიც გარკვეულ კლიმატურ ბარიერს წარმოადგენს, დასავლეთიდან წამოსული ნოტიო ჰავის და შესაბამისად კლიმატის ფორმირებაში საკმაოდ დიდ ოროგრაფიული ერთეულს წარმოადგენს. შემდგომი არის აღმოსავლეთის მიმართულებით ალაზნის ვაკე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ალაზნის ვაკე შემდგომ უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აგრიჩაის დაბლობით და ვაკის სახელწოდებით ვრცელდება. საქართველოს ტერიტორიაზეა ივრის ზეგანი, რომელიც შემდგომ უკვე აზერბაიჯანის მიმართულებით აგრიჩაის პარალელურად სამხრეთით აჯინოურის ზეგანზე ვრცელდება. იორ აჯინოურის ზეგანი ძირითადად მინგეჩევირის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. ხოლო რაც შეეხება მდინარე მტკვრის ხეობის ქვემო წელში, აქ არის წარმოდგენილი შირვანის ვაკე, რომელიც საკმაოდ დიდ სივრცეზე ვრცელდება, ასევე მუღანლის ვაკე და მთლიანობაში ეს ქვემო წელი მდინარე მტკვრისა და მისი მარჯვენა შენაკადის არაქსის ქვემო წელში ცნობილია როგორც მტკვარ არაქსის დაბლობი, რომელიც კასპიის ზღვის სანაპირო ზოლში ვრცელდება საკმაოდ დიდ სივრცეში. ამ დაბლობის ძალიან დიდი ნაწილი მდებარეობს სოფლიო ოკეანის დაბლაა და შესაბამისად ეს ტერიტორია ასევე არის დაჭაობებული და შესაბამისად ძალიან დიდი ნაწილი ამ ტერიტორიაზე არის დაუსახლებელი და ბუნებრივი პირობები არ იძლევა აქ მჭიდრო დასახლებისა. შემდეგი ოროგრაფიული ბუნებრივი რეგიონი, რომელიც გამოყოფილია, ეს არის მცირე კავკასიონის სახელწოდებით ცნობილი, მას საკმაოდ მაღალმთიანი ტერიტორიები უჭირავს. ეს არის დაწყებული საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე აჭარა-იმერეთის ქედი, ასევე საკმაოდ ინტენსიური ვულკანური რეგიონი, ვულკანური პროცესები, რომელიც აქ გეოლოგიურ წარსულში მიმდინარეობდა და ჩამქრალი ვულკანები საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ეს არის ჯავახეთის რეგიონი და ჯავახეთში მდებარე ვულკანური ზეგნები და მაღლობები. ასევე აღსანიშნავია სომხეთის ჩრდილოეთით მდებარე ლოქის ქედი, რომელიც ამ ზონაში შემოდის და შესაბამისად ეს მთიანი რეგიონი საქართველოს სამხრეთი მთიანეთი და შესაბამისად ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი პირობები მაღალი ჰიფსომეტრიული ნიშნულიდან გამომდინარე. რაც შეეხება შემდეგ რეგიონს, შემდეგი რეგიონი ეს ძირითადად მოიცავს სამხრეთით ტერიტორიას, სამხრეთით მდებარე საკმაოდ ამაღლებულ ტერიტორიას, ძირითადი ნაწილი მოდის სომხეთის ტერიტორიაზე, ასევე ნახიჩევანის ოლქის საზღვრებში შემოდის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შემავალი ნახიჩევანის ოლქი, რომელიც მაღალი ზანგეზურის ქედით და საკმაოდ მაღალი დანაწევრებით არის შემოფარგლული ეს რეგიონი. კიდევ ერთი საინტერესო რეგიონი, რომელიც კავკასიის სამხრეთ ნაწილში არის, ეს არის თალიშის მთები, რომელიც ამაღლებული დაახლოებით 2500 მეტრის დიაპაზონში ვრცელდება და ეს არის ბუნებრივი საზღვარი კავკასიის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში. რაც შეეხება ამ ზონაში საზღვარს, ეს ძირითადი საზღვარი, როგორც ბოლო პერიოდამდე იყო ადმინისტრაციულ სახელმწიფო საზღვარს მიუყვებოდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფლორისტულად, ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, საზღვარი კავკასიის სამხრეთისა ვერ იქნება განსაზღვრული მდინარე არაქსის ხეობით. რასაკვირველია, როგორც მდინარის ხეობის მარცხენა მხარეს, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის შემავალი ტერიტორია, ასევე მდინარის მარჯვენა მხარეს მდებარეობის მიხედვით არსებული ფლორისტული სიტუაციაც ასევე კავკასიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. რაც შეეხება სამხრეთ საზღვარი, ასევე თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილსაც მიუყვება ეს რეგიონი და ფლორისტულად ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით თურქეთის ეს ნაწილი, ჩრდილოეთი ნაწილი, ასევე კავკასიის რეგიონად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან ბუნებრივი პირობები, ფლორისტული ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, მცენარეული საფარი, ცხოველთა სამყარო, რომელიც დამახასიათებელია ძირითადად რეგიონისთვის, სამხრეთ რეგიონისთვის, ბუნებრივი პირობები, როგორიც არის, ეს არის დამახასიათებელი კონტინენტური ჰავის პირობები, თუ დამახასიათებელია შესაბამისად სუბტროპიკული ჰავის პირობები და სუბტროპიკული მცენარეულობა, რომელიც ძირითადად შავი ზღვის სანაპირო ზოლში
ხდება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ხდება თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში და ეს ბუნებრივი პირობები ზუსტად განსაზღვრულია იმისა, რომ კავკასიის საზღვრები ვერ იქნება თავისთავად ადმინისტრაციულ ან თუნდაც სახელმწიფო საზღვარზე გატარებული და სამხრეთი ნაწილი, სამხრეთი ტერიტორია კავკასიისა ასევე მოიცავს როგორც თურქეთს, ასევე ირანის გარკვეულ ნაწილს. რაც შეეხება გარდა იმისა, რომ მაღალმთიანი ზონაში ძირითადად კავკასიონია წარმოდგენილი და კავკასიონზე არსებული მყინვარები, რომელიც მუდმივად თოვლის ზონაში მდებარეობენ, იძლევა საკმაოდ დიდ მარაგს და საკმაოდ მრავალრიცხოვანი მყინვარებია კავკასიონზე. ჯამურად მათი რიცხვი 2300 აღწევს და ეს არის მტკნარი წყლის საკმაოდ დიდი მარაგი, მყინვარები, რომელიც მუდმივად თოვლის ზონაში მდებარეობენ, მუდმივად თოვლის გავრცელების, ყინულის გავრცელების არეალს წარმოადგენს, ძირითადად კავკასიონის როგორც დასავლეთ ნაწილში, ასევე ცენტრალურ ნაწილში და ფრაგმენტები ხდება აღმოსავლეთ ნაწილში. აქ მდებარეობს, როგორც აღნიშნეთ, კავკასიის ყველაზე მაღალი წერტილი იალბუზი. რაც შეეხება ყველაზე დაბალ ადგილს კავკასიის ტერიტორიაზე, ეს არის კასპიის ზღვის სანაპირო ზოლი, შესაბამისად კასპიის ზღვა, ანუ ტბა, რომელიც თავისი ჩაკეტილობის გამო კასპიიდან არც ერთი მდინარე არ გაედინება და კასპიის ზღვაში რამოდენიმე დიდი მდინარე ჩაედინება, მისი სანაპირო ზოლი ზღვის დონიდან 28 მეტრით დაბლა მდებარეობს და ეს არის ყველაზე დაბალი ადგილები კავკასიის ტერიტორიაზე. კავკასია მდიდარია თავისი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე სასარგებლო წიაღისეულით. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ კავკასიის ტერიტორია იგივე კასპიის ზღვის სანაპირო ზონა და ზოლი მთლიანობაში გამორჩეულია ნავთობის საკმაოდ დიდი მარაგით და ბევრ ტერიტორიაზე ნავთობის უზარმაზარი საბადო არსებობს, უზარმაზარი მარაგი არსებობს და აღსანიშნავია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აფშერონის ნახევარკუნძული და შესაბამისად აქ ის ტერიტორია, სადაც ნავთობის წარმოება ინტენსიურად მიმდინარეობს უკვე 2 საუკუნეზე მეტია და ეს რეგიონი ნავთობის მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეგიონს წარმოადგენს. გარდა ნავთობისა, კავკასიაში სხვა წიაღისეულით საკმაოდ არის გავრცელებული, აღსანიშნავია ასევე ბუნებრივი გაზი, აღსანიშნავია ლითონური და არალითონური სხვადასხვა წიაღისეული, რომელიც კავკასიის რეგიონში საკმაოდ მრავლად არის წარმოდგენილი. ნავთობი ასევე მრავლად არის კასპიის ზღვის სანაპირო ზოლში და ასევე მრავლად არის აქვე ბუნებრივი გაზიც. რაც შეეხება ძირითად ცენტრალურ ნაწილში, აქ წარმოდგენილია ლითონური საბადოები, სასარგებლო წიაღისეული არის საკმაოდ დიდი სპილენძის მარაგი, არის საკმაოდ დიდი რაოდენობით ქვანახშირი, მანგანუმის მადანი და სხვადასხვა ის ლითონები, რომელიც გამოსაყენებელია როგორც სამშენებლო საქმიანობით, ასევე ძვირფას ლითონებს წარმოადგენს ოქრო თუ პოლიმეტალური სხვადასხვა საბადოები. კავკასიის რეგიონი ასევე მდიდარია სასარგებლო წიაღისეულის ნუსხაში შეიძლება განვიხილოთ ასევე ის მინერალური წყლები, რომელსაც აქვს სამკურნალო თვისებები, აღსანიშნავია ბორჯომის ხეობა, აღსანიშნავია ჩრდილოეთ კავკასია და საკმაოდ ბევრ ადგილებში ესეთ მინერალურ წყლებს აქვს საკმაოდ დიდი დატვირთვა, როგორც სამკურნალო თვისებებით, ასევე იმ რეგიონში ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე კარგ საშუალებას და ყველაზე კარგ ხელსაყრელ პირობას წარმოადგენს. კავკასიის რეგიონი თავისი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ზღვასთან, შავ ზღვასთან სიახლოვე სუბტროპიკული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ნალექების განაწილებაზე, ნალექების რაოდენობაზე ასახვა. შავი ზღვის სანაპირო ზოლში ადგილ მტირალაზე მოდის დაახლოებით 4000 მმ-ზე მეტი ნალექი და ეს საკმაოდ ნალექიანი ადგილია არა მარტო კავკასიის შემთხვევაში, არამედ ევროპის მაგალითიც. ასევე კასპიის ზღვის სანაპიროში არის ადგილები, სადაც ნალექიანობა ძალიან მცირეა და ზოგიერთ ადგილას ძალიან დაბალი ნიშნულის ნალექიანობის გამო ნახევრად უდაბნოები და უდაბნოს პირობებიც კი შეინიშნება და ამ განაწილებით კავკასიის რეგიონში ნალექიანობის განაწილებიდან გამომდინარე ჰიდროგრაფიული ქსელი, მდინარეული ქსელი თუ ტბები არათანაბრად არის განლაგებული. ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს რამოდენიმე მდინარე, მათ შორის აღსანიშნავია მდინარე კუმა, რომელიც ჩაედინება კასპიის ზღვაში და ეს ძირითადად მშრალ კლიმატურ პირობებში გაედინება და გარკვეულ ადგილებში კუმას დიდი ნაწილი ხეობა იკარგება ქვიშებში და მუდმივ სადინარს მიკლებულია. რაც შეეხება ყველაზე ამ რეგიონში დიდ მდინარეს, ეს არის მდინარე ყუბანი, რომელიც აზოვის ზღვაში ჩაედინება და ამ რეგიონში მდებარეობს მდინარე ყუბანზე კრასნოდარის წყარსაცავი და აღსანიშნავია, რომ კავკასიის ბევრი მდინარე ასევე გამოყენებული არის წყარსაცავების სისტემისთვის. აქვე არის ტბებიდან აღსანიშნავი მანიჩგუდილო, რომელიც
შალ ამ შემთხვევაში მარილიან ტბას წარმოადგენს და ამ მანიჩ გუდულიოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამოდენიმე ლაშე და ზოგიერთ შემთხვევაში მცირე შრობადი ტბებიც გვაქვს გარკვეულ შალ პერიოდში. ასევე აღსანიშნავია ჩრდილოეთში მდებარე მდინარე თერგი, რომელიც ასევე კასპიის ზღვაში ჩაედინება და საკმაოდ დიდ აუზს წარმოადგენს და მდინარე თერგის დიდი ნაწილი ასევე გამოყენებულია სარწყავ სისტემებად ყიზლარის რეგიონში. აღსანიშნავია კავკასიაში ყველაზე დიდი მდინარე მტკვარი, რომელიც თურქეთის ტერიტორიიდან იწყება, შესაბამისად საქართველოს გავლით ის გაედინება აზერბაიჯანში და ჩაედინება კასპიის ზღვაში. მტკვრის ხეობაში ფუნქციონირებს მტკვრის ხეობაში მინგეჩევირის წყალსაცავი, რომელიც საკმაოდ დიდ წყალსაცავს წარმოადგენს და შესაბამისად ეს წყალსაცავი გამოყენებულია როგორც ჰიდროენერგეტიკისთვის, ასევე სარწყავად და მთლიანობაში ერთგვარი ათვისებულია მდინარე მტკვრის ხეობა ამ კუთხით. მდინარე მტკვრის სიგრძე სათავიდან შესართავამდე 1364 კილომეტრში ადგეს. გარდა მდინარე მტკვრისა, ასევე მტკვრის მარჯვენა შენაკადი მდინარე არაქსიც გამორჩეულია და ეს მდინარე მტკვარი არაქსთან შეერთების შემდგომ საკმაოდ დიდ ხეობას წარმოქმნის და ესეთი დიდი ხეობით უერთდებიან ისინი კასპიის ზღვას. რაც შეეხება დასავლეთით მდებარე შავი ზღვის აუზის მდინარეებს, აღსანიშნავია მდინარე რიონი, აღსანიშნავია მდინარე ენგური და საქართველოში არსებული ის მდინარეები, რომელთაც საკმაოდ დიდი ჩამონადენით ხასიათდებიან და ასევე აქვს დიდი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი, ანუ ამ მდინარეებზე შესაძლებელია ჰესების აგება, რამოდენიმე მდინარეზე ჰესი ფუნქციონირებს და ენერგეტიკული პოტენციალი საკმაოდ დიდია. რაც შეეხება ტბებს, კავკასიაში ტბების განლაგებას თავისებურად გარკვეულ კანონზომიერებას უკავშირდება. ყველაზე დიდი ტბა არის სევანის ტბა, რომელიც ვულკანური წარმოშობის შედეგად მთებს შორის არის მოქცეული. ასევე აღსანიშნავია საქართველოში არსებული ტბები, ფარავნის ტბა, საღამოს ტბა, მადას ტბა, ტაბაწყურის ტბა, რომელიც ასევე ვულკანურად, გეოლოგიურ წარსულში ვულკანური წარმოშობით მთებს შორის არის მოქცეული. აღსანიშნავია ასევე რიწის ტბა, რომელიც საკმაოდ ღრმა ტბას წარმოადგენს, 101 მეტრი არის ამ ტბის სიღრმე და შესაბამისად ეს ტბა, რომელიც ასევე არამედ გამორჩეულია სიღრმით, არამედ ეს ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ პირობას წარმოადგენს ტბის მიმდებარე ტერიტორია. აღსანიშნავია ასევე მინერალური წყლები, რომელიც საკმაოდ მრავლად არის და შესაბამისად მდინარეული ქსელის საზრდოობაში ძალიან ინტენსიურად მონაწილეობენ. რაც შეეხება მოსახლეობის განლაგებას და მოსახლეობის გავრცელებას კავკასიის რეგიონში, ძირითადად დასახლებული პუნქტები ხდება ზღვის სანაპირო ზოლში და შესაბამისად ხდება ასევე იმ საბადოების, იმ ბუნებრივი რესურსების გავრცელების არეალში და კავკასიის რეგიონი ძირითადად, როგორც აღნიშნეთ, 4 სახელმწიფო შემადგენლობაში შედის. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არის კრასნოდარის მხარე, აქ არის სტავროპოლის მხარე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შედის ყარაჩაი-ჩერქეზეთი და შესაბამისად ადიღეს რესპუბლიკა, ასევე აქ არის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა, აქ არის ინგუშეთი, ჩეჩნეთი და დაღესტნის რესპუბლიკა, რომელიც კასპიის ზღვის სანაპირო ზონას ესაზღვრება. საქართველოს ტერიტორია კავკასიის შემადგენელი ნაწილია თავისი ავტონომიური აფხაზეთის რესპუბლიკით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკით. რაც შეეხება სომხეთის რესპუბლიკას, სომხეთის რესპუბლიკა მდებარეობს სამხრეთ ნაწილში და შესაბამისად სომხეთის რესპუბლიკას შემადგენელი ნაწილი არის კავკასიის. ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის კავკასიის ერთ-ერთი სახელმწიფო. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შედის ნახიჩევანის ოლქი, რომელიც სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და კავკასიის ბუნებრივ საზღვარსაც, სამხრეთით საზღვარს წარმოადგენს ეს ავტონომიური სახელმწიფო. კავკასიის რეგიონი თავისი დასახლებული პუნქტებით, ქალაქებით არათანაბრად არის ასევე გადანაწილებული. ყველაზე დიდი კავკასიის რეგიონის ყველაზე დიდი ქალაქი არის ბაქო, რომლის დაარსება, წარმოქმნა და თანამედროვე დიდი სახელმწიფოს შესაბამისად დიდ ქალაქად ქცევა ნავთობთან დაკავშირებულია. დღევანდელი მონაცემებით 1.800.000 კაცს შეადგენს ბაქოს მოსახლეობა, ასევე დიდი ქალაქი არის თბილისი და ასევე დიდი ქალაქი არის ერევანი. რაც შეეხება ჩრდილოეთით, რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკაში მდებარე ქალაქები, აღსანიშნავია ქალაქი კრასნოდარი, ასევე აღსანიშნავია სტავროპოლი, აღსანიშნავია ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკაში მდებარე ქალაქი გროზნო, ვლადიკავკაზი
და შესაბამისად ქალაქი მახაჩკალა, რომელიც კასპიის ზღვის სანაპირო ზოლში მდებარეობს. კავკასიის რეგიონისთვის მომავალი განვითარების პერიოდი საკმაოდ ოპტიმისტური იყოს და საკმაოდ კარგად განვითარდეს ეს რეგიონი. ამით ჩვენი საუბარი კავკასიის რეგიონზე დამთავრდა. მადლობთ ყურადღებისათვის.